ვინც ამდენი წლები მუშაობდნენ იქ იმ კლინიკაში. აილოდებოდნენ რაღაც როგორც დიდბედნიერებას გადასვლას. ეს წარმოუდგენელ პირობებში იყო ძალიან ბევრი ჩვენი ძალიან ღირსეული ექიმი და დღეს ეს პრობლემა მოხსენილი იყო, ხახა ჩვენ ამ სწორი მეთოდოლოგიით ძალიან აქტიურად უნდა ვიმუშაოთ და მე ვფიქრობ რამდენიმე წლის შემდეგ გვექნება ეს პროგრამაა დავუშვათ 10 წლის შემდეგ დაიგროვა ჩვენთან. არა, უფრო მაგას ეხლა ისეთ როგორ არ იქნება მასობრივი. ალბათ 2 წელიწადში გამოჩნდება ადგილების უფრო შედეგები ამ კურსზე იქნება და რა შეიძლება შიდთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვამბობ ტენდენცია მატების ხარჯ. ნელა, მაგრამ ეს ციფრი მიიწევს წინ და ჩვენ თუ რამდენიმე მიმართულებით ვთქვათ, აი პრევენციულად სწორად არ ვიმოქმედეთ, ერთი ეს არის განათლების კომპონენტი და საზოგადოებრივი განათლება შენეცლება უნდა იყოს განათლებით უფრო მაღალი, ცნობიერება ამ კუთხით. სხვადასხვა სიტუაციებში ადამიანმა რა უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ თავი დაიწყოს. ეს არნიშნავს იმას, რომ ჩვენ სხვა შორის სტიგმა ნაკლები. ეს არნიშნავს იმას, რომ შიციაცხელი ამას ჩამოართვა, ამის გარეკვა ასე შემდეგ. პირიქით, ეს მთელი მსოფლიო სწორედ იმგვარ მოდელებზეა გადასული, როცა არის ძალიან ლიბერალური მიდგომები, თუ შიციანი ადამიანი იცავს ხის უფლებასაც, მისი უფლება დაცულია, მანიც რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ არ გაავრცელოს დაავადება, ასეთ შემთხვევაში აბსოლუტურად პრობლემა არ არის. ამიტომ მეორე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენთან შემცირდეს და შეფერხდეს გავრცელება, ეს არის ბუნებრივია ნარკომანიის გავრცელების შემცირება და ამაზე ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ. და ასევე, როგორც გითხარით, იგივე სამკურნალო პროგრამები, მე უნდა ვთქვა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ალბათ პირველი ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც ეხლა არ ვახცენ მესიჯს ყურადღებას თორე ბევრი ისეთი გავა, რომ გადამაგდეთ. არა უშავს, ეხლა ხო ვიცი, როგორ აუდიტორიას იმასთან შეიძლება გქონდეს საქმე, პატრიჩთან ყველას გავს. რა თქმა უნდა, მაგრამ აი უცნაური SMS იყო და გიმალავთ, რომ ქალთა რეპროდუქციაზე უზარმაზარი ის მოდის და ფინანსებაო ამას კიდენო და გაკონტროლება ხდება კავშირობადობის და აშკარად აბსოლუტურად კიდე არის ამბები რომელსაც შეიძლება არსებობის უფლება აქვს მაგრამ მე ამას ვუყავთ სხვა შორის ეს საინტერესო კითხვა დემოგრაფიაზე რომ ცოტა ჩვენი უკულტურობის ისიც არის რომ აი ეს ამაი აბუტებია რომ ქალებმა აგები ეს ყველობა ამ თემასაც შეიძლება შევეხოთ, მაგრამ მე ხომ საუბრობდი სწორედ აი ამ ერთ-ერთი თავარ მიმართულებაზე ნარკომანიის გავრცელების შემცირება, რომ შიცი შემცირდეს საქართველოში. პარლამენტარი ხარ. აი ძალიან ბევრი ადამიანი ხოლმე დღეს ითქმის მოიწვია ბატონი გიგი რაბეთი ეძრეია იმას მესამე ვიცი არა მარტო გადაღებულ ვერას შესაძლოა თქვენი ეთერი არა მაგრამ ისედაც რომ ქუჩაში ძალიან ბევრი ადამიანი ხდება მეკითხება მაჭერებს რატო იმიტომ რომ ეს მართლა არის საზოგადოებრივი პრობლემა და კატასტროფულია 360,000 ხა პირდაპირ ვიწვი ადამიანებს ამერიკელების ვიცი ეს ყველაფერი ხდება დაახლოებითი გათვლით ზუსტი სტატისტიკა ჩვენ არ აღარ უნივერსალური სხვა შორის რაღაც რეფორმა იქნება სერიოზული სტატისტიკის მიმართულებით მაგრამ მიახლოებით ამას რაღაცა ჯგუფის საზოგადოების ჯგუფის გამოკვლევა შემდეგ ესტრაპოლაციები ხდება გარდა ამისა დაახლოებით რა რაოდენობის ნარკოტიკი ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე ეს დათვლები მეტნაკლებად დაახლოებით ამერიკელებს აქვს იმიტომ რომ უზარმაზარი სისტემა მუშაობს არალეგალური ბრუნვის მონიტორინგის და ყოველწლიური დათვლებია სხვა აი პირობითად ვამბობ მიახლოებით რამდენი ტონა ჰეროინი შემოვიდა პირობითად ირანიდან, ავღანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან აი ამ ჩვენს რეგიონში და რა შეიძლება მოხმარებული ყოფილიყო საქართველოში. ან ევროპიდან რამდენმა რა რაოდენობის სუბუტექსმა გამოჟონა და რა შემოვიდა და აქედან დაახლოებით ხდება გათვლები. არის კიდევ სტატისტიკის სხვა მეთოდები. ფიქრობთ რომ სადღაც ალბათ 200-დან 250,000-მდე უფრო ეს დამოშვიდებელია და კარგია თუ რა. შეიძლება ესეც გადაჭარბებული იყოს. ზედის შემთხვევაში სულ თავი გავანებოთ სტატისტიკას. შეგო ხედავთ ამ პრობლემებს, არა? ხედავთ, ვთქვათ, იგივე ჩვენს ახლობლებში, მეგობრებში, ნათესავებში და ასე შემდეგ. და უბრალოდ გაეთ. ეხლა შეიძლება ნაკლებად ჩანან, იმიტომ რომ შიშია, იმიტომ რომ
შესაძლებელია დააკავონ და მე ჯარიმის გადახდა მოუწიოს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აბა ის იყოს სწორი და კარგი, როცა ნარკომანებს მე კიდე გეუბნები, ტოლერანტული ვარ, მე ხა ნარკომანს კიდევ ამბობ, რომ ხიდან არ ჩამოვარდნილ, ჩვენ ვიცნობ ამ ხალხს და ჩვენებული ვარიან და მართლაც ძალიან ძიმე მდგომარეობაშია ბევრი მათგანი, მათი ოჯახები არც ეს არ უნდა გარკვეულებული ვარ ასე ცხოვრება. რაღაც 1-2% შეიძლება არც მიაჩნია, რომ არაფერი არ არის, მაგრამ ვერ ძლევენ თავის თავს გარემო არ უწყობს ხელს, დაავადდნენ და ასე შემდეგ. ამიტომ არც ის არის სწორი, რომ აბსოლუტურად საზოგადოების ყურადღება ამ მხრივ არ იყოს და სულ ერთი იყოს ნარკომანი მინისტრად ეჯდება, პარლამენტარად ეჯდება თუ ყოველდღე მათი შვილები სადღაც ბარში უყურებენ ვინ როგორ იკეთებს და ვინ როგორ ეწევა. ამიტომ იმ პერიოდში, როცა ჩვენი საზოგადოება ალისი რა არის ის გამო, შეიძლება ბევრი კომპონენტი იყო, ამ ყურადღება არ მიაქციან, რაღაცერად აუყრო ან არაფრად არ ჩათვალა და ეს გახდა ახალგაზრდობისთვის მისაბაძი, რაღაცნაირად ესეთი რომანტიკული, რაღაცნაირად პრესტიჟულიც კი სამწუხაროდ დღეს ჩვენ მივდივართ იმისკენ და მე მიხარებ ეს, რომ საზოგადოება თვლის და ნარკომანების წვია, რომ სირცხვილე. აი ვიდეო პატრიარქმა რაც თქვა, ხო ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ნარკომანობა არის სირცხვილე და თუ ადამიანს ოდნავ მაინც წამს ღმერთის და ეკლესიის ეხლა მარტო ის არ არის, რომ სამთელიანს ხო რაღაცა ცხოვრებაში უნდა აკეთებს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს საზოგადოება სწორედ ამ განწყობით უნდა იყოს, ეს არის სირცხვილე, სამართლიანო მოქმედება და ამიტომ კანონითაც სხვა შორის უწყობს ხელს. მითხარით აი 213 წელი. აი და თქვენ 213 ისური არის შემდეგი, რომ რამდენიმე წლის წინ მარტოც ახლობით აქტიურად ამ კანონის ინიციირებასთან დაკავშირებით იქით 2 წლის წინ დავიწყეთ მომზადი კანონ პროექტი და პროფესიონალებთან ერთად ბუნებრივია მუშაობდნენ ექსპერტები, ჯანდაცვის სამინისტროს შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, მათი ნარკოტიკული საბჭო, ძალიან ბევრი ექსპერტი ჩაერთო ამაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს უცხოელებით. და იდეა ძირითადად გმირობა შემდეგში, რომ ჩვენ შეგვექმნა რაღაცნაირად რეალობის ადეკვატური კანონმდებლობა. შეიძლება გარკვეული მიმართულებით ლიბერალურიც, უფრო ისეთი შემწყალებელი, მაგრამ ამავე დროს გარკვეული დონის სიმკაცრეს უნდა იყოს შენარჩუნებული იმისთვის, რომ ჩვენ არ ვართ ორიენტირებული მხოლოდ იმ ადამიანებზე, ვინც დაავადებული. და თუ 200,000 სხვა ნარკოტიკის მომხმარებელზე ვლაპარაკობ, ასევე სტატისტიკურად მიღებულია, რომ ყველა არ არის ავადმყოფი. იქიდან შეიძლება იყოს თქვათ 1/3 აი ხმა ავადმყოფი და დანარჩენი 2/3 ეს არის ხალხი, რომელთაც შეუძლია დაუბრუნდეს ცხოვრება და ჩვეულებრივად იცხოვროს. ამიტომ ორიენტირებული ვართ მასზე და ვართ ორიენტირებული ახალგაზრდა თაობაზე. დასწრებული გავს, ხო? აი ეს ასე საერთაშორისო დაახლოებით დაახლოებით მიდგომაა. ამიტომ ჩვენი კანონი პროექტთა პაკეტი მოიცავს რამდენიმე პაკეტს, რამდენიმე საკითხს, ეს არის თქვა დოზირება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. უფრო თანამედროვე მიდგომით და შემდეგ ეს დოზები უკავშირდება ესეთ დაჯადებას და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. თვითონ ნივთიერებების ჩამონათვალი, სწორაციების დალაგება და აქვე ვიტყვი რომ სპეკულაციები იმის თაობაზე რომ პირობითად თქვა სუბუტექსი თუ არ მოხდა ნარკოტიკების სიაში შეიძლება ყველა ვინც ამ სუბუტექსზეც გამოვიდეს გარეთ. ეს ზოგიერთი ადვოკატის შეიძლება ასეთი სურვილია, მაგრამ რეალურად სიები დგება იმის დამხებით თუ რა ზიანს აყენებს ესათვის ნივთიერება საზოგადოება და რა სოციალური თუ სამედიცინო რისკი და საფრთხის შემცველია ის. ასე რომ შესაძლებელია ხა თუ რაიმე ნივთიერების მოხმარება დაიწყო ჩვენი საზოგადოების ნახევარმა და ეს მათ ჯანმრთელობას და საზოგადოებას აყენებს ზიანს, ჩვენ ვიფიქრობთ იმაზე, რომ ეს ნივთიერება ჩავთოთ, ასე ვთქვათ, შემდეგ ამ სიაში. ანუ სიები უნდა დაალაგდეს, დაზუსტდეს და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ მივიღეთ ასეთი წინასწარი გადაწყვეტილება, რომ მოხდეს მოხმარების დეკრიმინალიზაცია. რაც ნიშნავს იმას, რომ თუ კი დღეს შესაძლებელია მოხმარების გამო ნარკომანი მოხდეს ციხეში. აი მაგაზე გიქცევიან ახლა. კი ბატონო, ჩვენი მოსაზრებით და ჩვენი ამ ინიციატივით ეს იცვლება, ანუ სიტყვის სამართლის კოდექსი იცვლება და გადადის ადმინისტრაციის სამართალს აღმოაჩენს. თუ ახლა კიდე არაფერი ვიყარაკეთ, ასე გეტყვით. აი, მასა ინტერესია. ვიცი რომ ინტერესია. დინა პოზიცი მოუხადო. ფაქტები არ არის ბევრი გამიგონდა. ჩვენი ვინდა პროკურორია პერიოდში გვინდოდა შემოდგომაზე. ნუ შემოდგომაზე ერთი ამბავი ადრე არჩევნები დავნიშნეთ 7 ნოემბერი, შემდეგ 2 არჩევნები, ამა ბუნებრივია გადაიწერა. ეხლა უკვე ნოემბერ-დეკემბერში ჩვენ გვინდა რომ
ჩასწერებული ვერსიაზე დავიწყოთ ისე მუშაობა, კანდიდატის კომიტეტი პლუს